განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ წმინდა ირინეოსის უაღრესად ღარმა და უმნიშვნელოვანესი საღვთისმეტყველო სწავლებების განხილვას. წინა საუბარში ვეხებოდით მის უმნიშვნელოვანეს ციტატებს ძეღმერთის განკაცებასთან დაკავშირებით, განკაცების საიდუმლოს ირინეოსისეულ განმარტებას მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმეთ და განკაცების ჟამს ღვთისგან, ძეღმერთისგან აღსრულებულ ყველაზე უფრო ხაზგასასმელ მოვლენას, შედეგს მისი განკაცებისას, რასაც გამომხსნელობითი, მაცხოვნებლობითი, როგორც სპეციალურ ლიტერატურაში თქმის სოტერიოლოგიური დანიშნულება ჰქონდა, როდესაც მან განკაცებისას თავის კაცობრიულ ბუნებაში შემოკრიბა მთელი კაცობრიობა. და აი სწორედ ამგვარი შემოკრებით აღასრულა მან კაცობრივი ბუნების, იგივე კაცობრიობის განახლება, ხატებისა და მსგავსების, ღვთისადმი ხატებისა და მსგავსების მასში აღდგინება. აქ შევჩერდით ჩვენ წინა საუბარში და ამჯერად ამავე საკითხიდან განვაგრძობ მსჯელობას და პირველ რიგში მოვიტანთ ირინეოსის ციტატას, რაც განგვიმარტავს იმას, თუ რა იყო შედეგი მაცხოვრის განკაცებისა, რა აღასრულა მან. ირინეოსი გვაუწყებს, ასე რომ რა მოიტანა მოვლენილმა უფალმა, უწყოდეთ რომ მან მოიტანა ყოველი სიახლე. თვით ეს გამონათქვამი იმდენად ღრმად სულიერია, ეს ყოველი სიახლე, იმდენად ღრმად საღვთისმეტყველოა, რომ თავად ამ გამონათქვასთან დაკავშირებით შეიძლებოდა სპეციალურ მსჯელობათა წარმოება მისი შინაარსის სხვადასხვა პლასტის გამოსავლენა, თუმცა ამ საშუალებას ამჯერად კონკრეტულად ჩვენ მოკლებული ვართ. გასაგებია, რომ ყოველი საღვთო სიახლე მოიტანა მან, ჩვენ აღნიშნავდით ადრე, რომ ეკლესიური სწავლებით ერთადერთი სიახლე და ყოველი სიახლე ამ კუთხით იდენტური, მთელი სიახლე არის მხოლოდ ზეღმერთის განკაცება და ერთადერთი სიახლე სწორედ იმიტომაა ეს მოვლენა, რომ ის ყველა საღვთო სიახლეს და ყველა არსობრივ და მნიშვნელობის მქონე სიახლეს თავის თავში მოიცავს. სხვა სიახლე ბუნებაში და ყოვლიერების ისტორიაში არ არსებობს და შესაბამისად ერთადერთი სიახლე ასეთ შემთხვევაში იგივე ყოველი სიახლეა. ეს ტექსტი, ეს ადგილი ლათინურადაა მოღწეული და შესაბამისი სიტყვები ყოველი სიახლისა ლათინურში ასეა. omnem novitatem, novitas, რაცა ლათინური ცნობილი ტერმინი, ცნობილი სიტყვა, სიახლე, აქ ეჭვია რომ ბერძნულში უნდა ყოფილიყო ტერმინი kainotes. არა გამორიცხული, თუმცა neotes, ორი ტერმინია ბერძნულში, რომლებიც სიახლეს გადმოსცემენ, თუმცა განახლებულობის საღვთისმეტყველო აზრი გაცილებით ხშირად ბერძნულში გამოითქმის ტერმინით kainotes, ან kainos, რომელიც ახალს ნიშნავს. ასე რომ უწყოდეთ რომ მან მოიტანა ყოველი სიახლე, ამბობს ირინეოსი, რომელმაც მოიტანა თავისი თავი. რაღაცა უძლიერესი და უღრმესი გამონათქვამებია, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამთ, შესაძლოა ამ გამონათქვამთა სულიერი გრძნობადობის ინტენსივობა არც საჭიროებდეს რაღაც სპეციალურ დაზუსტებებს, იმდენად საგრძნობია მსმენელისთვის ალბათ და მკითხველისთვის მათი სულიერი ტევადობა და შთამბეჭდაობა. იმიტომ რომ სწორედ ეს თავის თავი, მაცხოვრისგან მოტანილი თავისი თავი და ეს მოტანა თავის თავისა ყველაფერს გულისხმობს, რომ მაცხოვნებელი მოძღვრება მოიტანა და თვითონაა ცხონება. გამომხსნელობითი მსხვერპლი მოიტანა და თვითონაა ეს გამომხსნელობითი მსხვერპლი. გამოიხსნა ადამიანი ცოდვის ბორკილებისგან და მსხვერპლის შესწირა უფალს და თვითონაა გამომხსნელი და მსხვერპლის შემწირველი და უფალმა მიიღო ეს კეთილი მსხვერპლი და ყოვლადწმინდა სამება ამ მსხვერპლის მიღები და შესაბამისად თვითვია მსხვერპლის მიმღები. ჩვენ ადრე აღნიშნავდით ერთ-ერთ ბიზანტიურ ხაზზე, სადაც ზიარების საიდუმლო ყველა თავისი კომპონენტით, ასე ვთქვათ, სწორედ მაცხოვრის მოღვაწეობას უკავშირდება და მაცხოვარი დგას ყველგან ტაძარში და მაცხოვარია ყველგან ზიარების საიდუმლოს აღსრულების ჟამს. ვინც მაშინ უსმენდა ჩვენ საუბარს, ალბათ ემახსოვრება, ვინც არ უსმენდა შევახსენებთ, რომ ამ ხაზზე გამოსახულია ადამიანის შესვლა ტაძარში საზიარებლად. ტაძარში მას ხვდება ფარგალიტი, მეკარე, მებრჭე, რომელიც გზას უჩვენებს საზიარებლად მოსულ პირს, თუ საით უნდა წარემართოს. ამის შემდეგ ეს პირი წარემართება, რა თქმა უნდა, წმინდა ზიარებისკენ, ბარძიმი წარმოგვიდგენს ჩვენ დაკლულ მაცხოვარს, მსხვერპლად შეწირულ მაცხოვარს, ღვთელს ხელთ უპყრია ბარძიმი და აზიარებს მას, ვინც უნდა ეზიაროს. შემდგომ ტაკუკის მიმწოდებლად ზიარების და წმინდა ბარძიმის საკურთხევლიდან მარჯვენა მხარეს დგას პიროვნება შემოსილი, რომელიც ზიარებულს სწორედ ამ ტაკუკს აწვდის და ეს პირი შემდეგ იღებს ევლოგიას, ასევე შემოსილი პირისგან მოწოდებულს, მედავითნე კითხულობს საკითხავებს,
და გალობა აღესრულება, ეს პიროვნება გამოდის ტაძრიდან და იქ კვლავ აცილებს სხვა ფარგალერი, სხვა მეკარე. და მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველა ეს გამოსახულია ერთი და იმავე პირით, მაცხოვრით იესო ქრისტეთი, რომ გამოსახულება მაცხოვრისა იმ პირველი ფარგალიტისაც, რა თქმა უნდა დაკლული მსხვერპლისა, მღვდლისა, რომელსაც ბარძი მოუჭირავს, იგივე მაცხოვარია, ტაკუკის მიმწოდებელი კვლავ მაცხოვარია, სეფისკვერის, ანუ ევლოგიის ბოძებელი ასევე მაცხოვარია და გამომცილებელი ფარგალიტის კვლავ მაცხოვარია. რომ მაცხოვარია ყველგან და ვინც ამ შემთხვევაში მაცხოვრის ღვაწლს თავის თავზე იღებს, ის მღვდელი თუნდაც მაზიარებელი ან და ის ტაკუკის ან და ევლოგიის მომწოდებელი, უნდა აცნობიერებდეს რა პასუხისმგებლობას და რა სიმძიმეს იტევს თავის სულიერ მხრებზე. ამას იმიტომ აღვნიშნავთ, რომ ასე იგი ეს გამონათქვამი ირინეოსისა, რომ ყველაფერი რაც მაცხოვარმა მოიტანა, ეს იგივე მაცხოვარია, მან თავისი თავი მოიტანა და ეს თავისი თავი მაცხოვარი თვითონ შეიცავს ყოველივეს, მან ცხონება მოიტანა, კვლავ აღნიშნავ და თვითვეა ცხონება, მან მსხვერპლი, გამომსყიდველი მსხვერპლი მოიტანა და თვითვეა ეს მსხვერპლი, მან შესწირა ეს მსხვერპლი და თვითვეა მსხვერპლის შემწირველი და უფალმა მიიღო ეს მსხვერპლი და თვითვეა მსხვერპლის მიმღები, ანუ ყოვლის აღმასრულებელი. შემდგომ ირინეოსი აგრძელებს, რამე თუ ნაწინასწარმეტყველები იყოს სწორედ ეს, რომ მოვიდოდა სიახლე, კაცისგან მაახლებელი და ცხოველმყოფელი. აქ უკვე სიახლეს აღარ ახლავს, როგორც ხედავთ, დაკონკრეტება და როდესაც რაიმე ტერმინის დაკონკრეტება არ ახლავს, ეს ტერმინი აბსოლუტურ მნიშვნელობას ითავსებს, ერთადერთობას ამ მოვლენისას გულისხმობს. და ეს ერთადერთობა კვლავ იმას ნიშნავს, რასაც ვამბობდით, რომ სიახლე, რაც მაცხოვრის განგაცებას მოაქვს და თვით ეს განგაცება რა სიახლეცაა, ესაა ერთადერთი სიახლე მზის ქვეშეთში და არც მანამდე, არც მაშინ და არც იმის შემდეგ არანაირი სხვა სიახლე არასოდეს არ მომხდარა და არ მოხდება. ხოლო რაც შეეხება მაცხოვრის მიერ თავის თავში პირველ ქმნილი კაცის კვლავ შემოკრებას, რაზეც რამდენჯერმე მიუთითეთ ქვემოთ, აი ეს სწავლება უაღრესად ცხადად არის უწყებული შემდეგ სიტყვებში, როდესაც ირინეოსი ამბობს. თუ პირველ ადამიანს ეყოლებოდა მამად კაცი და თუ კი ადამიანის თესლისგან იქნებოდა იგი ნაშობი, მაშინ მართებული იქნებოდა იმის თქმაც, რომ მეორე ადამი იშვა იოსებისგან. მაგრამ თუ კი პირველი ადამი მიწიდან იქნა აღებული, აქ ის სახეობრივი ანტიპარალელიზმი გრძელდება, რაზე ჩვენ უკვე კარგად ვსაუბრობდით, მიწასთან დაკავშირებით კონკრეტულად, მაგრამ თუ კი პირველი ადამი მიწიდან იქნა აღებული, ხოლო თუ კი მისი შემძერწველი თავად ღმერთი იყო, შესაბამისად ისიც, ვინც თავისი თავის მიმართ შემოკრიბა ღვთის მიერ შეძერწილი კაცი, აქ შეძერწილობას კვლავ აღნიშნავთ, უაღრესად სიმბოლური და მხოლოდ სიმბოლური გაგება აქვს და მსმენელმა ყველგან იგულისხმოს შექმნილი. თუმცა შეგვეძლო ესეც გვექნა, რომ მაგრამ ამ სიტყვებს, სადაც შემოკრებაზეა კვლავ ხაზგასმა, ჩვენ ისევ მოვიტანთ, რომ შესაბამისად ისიც, იგივე მაცხოვარი, ესე იგი, ვინც თავისი თავის მიმართ შემოკრიბა ღვთის მიერ შექმნილი, სიტყვასიტყვით შეძერწილი კაცი. აქ ზოგადობა აქაც რომ ესე იგი მთელი კაცობრიობა, ღვთისგან ქმნილი კაცობრიობა მასში შემოიკრიბა. აი ვინც ეს აღასრულა, მისეული შობით მსგავსი უნდა ყოფილიყო პირველისა, იმიტომ რომ მაცხოვარი ანტიპარალელიზმით მეორე ადამია. რატომ არა იღო ღმერთმა კვლავ მიწა და რატომ განაგო მან, რომ მარიამისგან შექმნილიყო აგებულება. აგებულება, ანუ მაცხოვრის კაცობრივი ბუნება. იმიტომ რომ არ მომხდარიყო შექმნა სხვა ბუნებისა, არც თუ სხვა გამოსახსნელისა, არამედ შემოკრებილი იქნა, ეს ნაწყვეტი ბერძნულშიც ამოღწეული და შესაბამისი სიტყვა სწორედ ისაა, რასაც ვამბობდით, ანაკეფალაიოთე, ანუ შემოკრებილი იქნა თვით იგივე და დაცული იქნა მსგავსება. ყველა სიტყვა, ყველა ფრაზა, როგორც იტყვიან, უზედმიწევნითესი და უმკაცრესი თეოლოგიური სიმართლით არის ნაჭედი. თქმა იმისა, რომ და ეს სწავლებანი მაშინ იყო, ეს სრულ სწავლებანი, რომ მაცხოვრის კაცობრივი ბუნება არაა ადამიანური გენეტიკის ადამიანური მოდგმისგან მას არ მიუღია თავისი კაცობრი위 ბუნება, თავისი სხეული თითქოს მან ზეციდან ჩამოიტანა, მანიქეიზმი უფრო გვიანდელი ეპოქისა ამას აშკარად ამბობდა, მაგრამ იმ პერიოდში გნოსტიკოს და ცალკეული მიმდინარეობანიც და ებრაელთა შორის არსებული ეგრეთ წოდებული საიდუმლოებითი ეზოტერული ცრუსწავლებანი ხაზს უსვამდნენ თითქოს და ადამიანის სხეულის არა დედამიწურობას, ზეცით ჩამოტანილობას მისას. ამიტომ ირინეოსგან ასე მკვეთრი ხაზგასმა, რომ თუ მაცხოვრის სხეული ადამიანური არ იყო, მაშ როგორ აღასრულა მან გამოხდა, რაც მიიღო ის გამოიხსნა და დაკანონებული თეოლოგიური დებულებითა და დოგმატით
გამოხსნილია მხოლოდ ის, რაც მიღებულია და მიუღებელი გამოუხსნელია. ამიტომ არათუ იმას არ ასწავლის ეკლესია, რომ მაცხოვრის კაცობრიო ბუნება არ იყო ჩვენი გენეტიკისა და ჩვენი თვისებებისა, არამედ იმასაც კი არ უშვებს, რომ თუნდაც ერთი თვისება მაინც ჩვენეული ბუნებისა მაცხოვრის კაცობრიო ბუნებაში არ ყოფილიყო. იმიტომ ერთი თვისებაც კი რომ მას გამოეტოვებინა და ენება და არ მიიღო და შესაბამისად არ ეცხოვნებინა, იმ ერთი ბუნებითი თვისების ძალით ჩვენ მაინც ჯოჯოხეთში ვიქნებოდით და გამოუხსნელობაში, რადგანაც სასუფეველში და სამოთხეში მცირედი ბიწიც კი ვერ შეაღწევს და ადამიანი ყოვლით ურთ რომ განწმენდილი იყოს, მაგრამ სადღაც კონდეს მცირედი ბიწიერება, ის რა თქმა უნდა კვლავ ბიწიერებაში რჩება იმ ერთი მცირე ნაწილითაც კი და უცოდველობა და სასუფეველი მისთვის მიუღწეველი რჩება. აი ეს სწავლებანია აქ, ამიტომ ასაბუთებს ირინეუსი, რომ მაცხოვარმა სწორედ ჩვენი სხეულის მემკვიდრეობა მიიღო, ჩვენი ხორციელი მემკვიდრეობა მიიღო, ჩვენი დაცემული კაცობრიო ბუნება მიიღო სწორედ და არა რაღაც სხვა ხელახლა შექმნილი ღვთისგან. ის არც იქნებოდა დაცემული და ცოდვის შემცველი, რა თქმა უნდა, და ცოდვის შედეგი და შესაბამისად არც აღდგინება დაშირდებოდა მას. ჩვენ ადრე აღნიშნავდით, რომ ირინეუსის სწავლება შემოკრების შესახებ გულისხმობს არა მხოლოდ ქრისტოლოგიას, ანუ მოძღვრებას მაცხოვრის შესახებ, იესო ქრისტეს შესახებ და კონკრეტულად ღვთისგანკაცების შესახებ, არამედ ამ მოძღვრების წიაღში ნაგულისხმევ ყველა სხვა თემატურ საკითხსაც. ესე ყველა სხვა თემატურ საკითხშიც მკვეთრად იჩენს თავს ირინეუსის მოძღვრება შემოკრების შესახებ. იქნება ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან დაკავშირებული სწავლება, ანუ მარიოლოგია, ეკლესიასთან დაკავშირებული, ანუ ეკლესიოლოგია, მეორედმოსვლასთან დაკავშირებული, ანუ ესქატოლოგია და სხვა. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ამ თემატიკას განვიხილავთ, შევეცდებით, რომ ყველგან სწორედ ეს სწავლება გამოვყოთ და ამას გავუსვათ ხაზი. კონკრეტულად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან დაკავშირებით რეკაპიტულაციის, ანუ შემოკრების შესახებ ირინეუსეული მოძღვრება, რა თქმა უნდა, თავს ავლენს და აქ ანტიპარალელიზმი, რაც ირინეუსმა კონკრეტულად ადამსა და მაცხოვარს შორის პავლე მოციქულისეული კიდევ უფრო სრულ განავითარა და მრავალი ახალი შტრიხი შეძინა, ამგვარადვე მან შემოკრების შესახებ მოძღვრების დაკავშირებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ ღვთისმეტყველებასთან განავითარა და სრულყო წმინდა იუსტინე მარტვილისგან შემოტანილი ანტიპარალელიზმი ევასსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შორის. და ირინეუსმა აი ეს უკანასკნელი პარალელიზმი, ანუ ანტიპარალელიზმი ღვთისმშობლისა და ევას შეპირისპირ შედარება უაღრესად მწყობრად შემდეგი მოძღვრების სახით გამოთქვა. იგი ამბობს, შემდეგ ქალწული მარიამიც მორჩილი წარმოჩნდა. როდესაც თქვა, მსმენელი ალბათ ატყობს, რომ ირინეუსი ყველგან ხაზს უსვამს ტერმინ მორჩილებას. და ეს არ გახლავთ, რა თქმა უნდა, შემთხვევითი, იმიტომ რომ ნებისმიერი ცოდვისმიერი დაცემულობის წყაროდ სწორედ ურჩობა, მიიჩნევა ურჩობა, იგივე საკუთარ თავზე დანდობა, იგივე ამპარტავნება, ის დასაბამიერი პირველ გველია და დასაბამიერი სენია, რომლისგანაც გამომდინარეობს ნებისმიერი დაცემულობა და თუ ურჩობა და ამპარტავნება დაცემისა და წარწმენის სათავეა, როგორც ადრეც გვითხოვს და კვლავ აღნიშნავთ, წმინდა იოანე სინელის უაღრესად მართებული და რაღაც ზედმიწევნის შთამბეჭდავი ფორმულირებით, რატომ არ შეიძლება მაშინ ვიფიქროთ, თუ ერთადერთი მხოლოდ ურჩობა და ამპარტავნებაა წარწმენელი, რატომ არ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ერთადერთი სწორედ მორჩილება და თავმდაბლობა შეიძლება გახდეს ადამიანის მაცხოვნებელი. ის დამცემი, ეს მაცხოვნებელი. სწორედ ეს ანტიპარალელი და გამომსყიდველი და გამაუქმებელი მცოდვისა და მისი დამძლევი იმ ურჩობისა მორჩილება ესახება ყველგან ირინეოს გამოხსნისა და ცხონების საფუძვლად და ამიტომაა რომ ზემოთაც და ამჯერადაც იგი ამას ყოველთვის ხაზს უსვამს. მაცხოვრის მორჩილება, ამ შემთხვევაში ყოვლადწმინდა მარიამის მორჩილება და ამბობს, ქალწული მარიამიც მორჩილი წარმოჩნდა, როდესაც თქვა, აჰა მხევალი უფლისაი, მე ყავნმე სიტყვისაებრ შენისა. ევა იყო ურჩი, აი ანტიპარალელი. ევა ურჩია, ევაც ქალწულია, მაგრამ ევა ურჩია, მარიამიც ქალწულია, მაგრამ მარიამი მორჩილია. ევა იყო ურჩი. ის ურჩი ქმნა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქალწული იყო. თუკი ევა, რომელსაც ქმრად ჰყავდა ადამი და რომელიც ჯერაც ქალწული იყო, რამე თუ შიშვლები იყვნენ ორივენი სამოთხეში და არ ცხვენოდა, რადგან ისინი როგორც სულ ახლახანს ქმნილნი
უმეცარნი იყვნენ შვილთა დაბადებისა, მართებდათ რა მათ ჯერ გაზრდა და შემდეგ კი ამგვარად გამრავლება, ესე იგი ეს ჩანართია შიგნით არ შეგვიძლია ეს არ წაგვიკითხა, ყველა სიტყვაში აქ სწავლება, რომ სულიერად ჩვილნი იყვნენ ადამი და ევა და ისინი მართალია ღვთის კურთხევას აღასრულებდნენ გამრავლებისას, მაგრამ რა წესით აღსრულდებოდა ეს ამას ეკლესიის მამები არა კონკრეტებენ რომ არ დაცემულიყო ადამი და ევა საღვთო კურთხევა როგორ უეჭველად აღსრულდებოდა, მაგრამ რა ფორმით ეს საიდუმლოებითია, როგორც წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს ანგელოზებრივი რამ წესით. მაგრამ ამჯერად ეს ჩანართი რომ გამოვტოვდა იმ ძირითად მხარეზე გავამახვილოთ ყურადღება, რომ ევა, რომელსაც ქფრად ჰყავდა ადამი და რომელიც ჯერაც ქარწული იყო, ურჩობის გამო, როგორც თავის თავს, ასევე კაცობრიობის მოდგმას სიკვდილის მიზეზად გაუხდა. ეს ერთი მხარე, ანტიპარალელიზმის ერთი მხარე. ახლა მეორე მხარე. მარიამი, რომელსაც მსგავსადვე ჰყავდა დაწინდული ქმარი და კვლავ შევახსენებთ ჩვენს მსმენელს, რომ ანტიპარალელიზმი სწორედ ამას ნიშნავს, როცა ორი მოვლენის და სხვადასხვა მოვლენის გარეგანი თვისებები მსგავსია, მაგრამ რაობა და შედეგი არის დიამეტრულად საწინააღმდეგო. ესაა ანტიპარალელიზმი. აქაც გარკვეული გარეგანი მსგავსებანი სახეზეა, მარიამიც ქმრად იგულვებს იოსებს, მაგრამ ისიც ისევე ქალწულია როგორც ევა, ესე იგი ამგვარი ანტიპარალელიზმი, ხოლო შემდეგ ირინეოსი განაგრძობს. ესე იგი მარიამი, რომელსაც მსგავსადვე ჰყავდა დაწინდული ქმარი და რომელიც ასევე ქალწული იყო, უკვე ანტიიწყება, თუ იქ ურჩობა იყო, აქ მორჩილება, მორჩილების გზით თავის თავსაც და კაცობრიობის მთელ მოდგმასაც ხსნის მიზეზად ექმნა. იქ პირუკ ურჩების გამო თავის თავსაც და მთელ კაცობრიობას წარწმენის მიზეზად გაუხდა ევა, ხოლო აქ ოლაწმინდა ღვთისმშობელი მორჩილების გზით თავის თავსაც და მთელ კაცობრიობასაც ხსნის მიზეზად ექმნა. შემდგომ ირინეოსი განაგრძობს. სწორედ ამიტომ მას, ვინც შეერთებული იყო ქმართან, იმის ცოლად უწოდებს რჯული, ვინც შეიერთა იგი. თუმცა ასე უწოდეს, მას ამ შემთხვევაში ევა იგულისხმება, თუმცა ასე უწოდებს მას ჯერ კიდევ ქალწულს და ამით მოასწავებს, ესა უაღრესად საყურადღებო გამონათქვამი, მარიამისგან ევასკენ უკუწრებრუნვას, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია იმის გამოხსნა, რაც შეიკრა, თუ კი კვანძების ხვეულა არ დაირღვევა უკუმიქცევით. აქ საუბარია იმის შესახებ, რომ ევასგან განასკული პირველი ცოდვისმიერი ნასკვი, შემდგომ კაცობრიობის ისტორიაში მრავალი სხვა ცოდვისმიერი ნასკვით დაიხუნძლა და ეს ნასკვების, ცოდვისმიერი ნასკვების ასეთი ასხმულობა, რა თქმა უნდა, უფრო და უფრო დამამძიმებელს ხდიდა ადამიანის ყოფას, უფრო და უფრო მეტად ატყვევებდა მას ცოდვის მიერ, ცოდვის ბორკილებით და რომ ეს ყველაფერი შემოსრულიყო, ხოლო მიზანი ამ ცოდვათ ნასკვების გახსნისა იყო პირველ ნასკვის გახსნა, თუ ის არ გაიხსნებოდა ცოდვისმიერი შეკრულობა, კრულობა, დაწყევლილობა კვლავ შენარჩუნებული იქნებოდა, მაგრამ ნებისმიერი ზემორე ნასკვის გახსნა მხოლოდ მაშინ შეიძლება თუ ქვემორე გაიხსნა. აი ამიტომ ამბობს ირინეოსი, რომ ევადან მარიამამდე მხოლოდ ის გზაა, რომ ეს ცოდვისმიერი ნასკვები მრავლდება, მარიამისგან იწყება შემოbrunება, ანუ უკუწრებრუნვა ევასკენ, რომ ყველაზე გვიანდელი და ბოლოდროინდელი ნასკვების გახსნით თანდათანობით იმ დასაბამიერი პირველ ნასკვის გახსნა აღსრულდეს, ანუ ცოდვისმიერი არქაული გველის თავი შეიმუსროს გამომხსნელისგან და ნასკვების გამხსნელისგან. ეს ციტატა ალბათ ახლა უფრო გასაგები იქნება მსმენელისთვის, რომელსაც კვლავ წავიკითხავთ. და ამით, ესე იგი ამსწავლებით, ამბობს ირინეოსი, ესე საღვთო წერილი, მოასწავებს მარიამისგან ევასკენ უკუწრებრუნვას, ეს ლათინურადაა მოგწეული და ეს უკუწრებრუნვა ლათინურში გახლავთ ასეთი ტერმინით რეცირკულაციო. უკუწრებრუნვას, რადგანაც სხვაგვარად შეუძლებელია იმის გამოხსნა, რაც შეიკრა, თუ კი კვანძების ხვეულა არ დაირღვევა უკუმიქცევით. წინარე ნასკვები, ნახეთ როგორ ზედმიწევნითაა დაკონკრეტებული, წინარე ნასკვები სწორედ მომდევნოთა გზით გაიხსნება, ანუ პირიქით, რომლებიც მეორენი არიან, თავისუფალ ყოფენ პირველთ. ეს მეორე, ანუ გვიანდელი ნასკვი, ქვემორე ნასკვი უნდა გაიხსნას, რომ უფრო ზემორესკენ ავიდეთ, უფრო პირველისკენ. ასე რომ პირველი ნასკვი მეორე ნასკვის გზით გაიხსნება, ანუ მეორე ნასკვი არის საშუალება პირველის გახსნისა. სწორედ ამიტომ ამბობდა უფალი წინანი უკანა და უკანანი წინა. ამასვე მოასწავებდა წინასწარმეტყველი, როდესაც ამბობდა მამათა შენთა წილ იქმნეს შვილნი შენნი. ეს უაღრესად საყურადღებო ციტატა გახლავთ ფსალმუნთაგან მე-44 მე-17 მუხლი. შემდეგ ირინეოსი განაგრძობს. ეს იმიტომ ითქვა, რომ რადგანაც უფალი არის პირმშო გვდართა, რომელიც იშვა და რომელმაც თავის წიაღში შეიწყნარა წინარე მამანი,
კვლავ შემოკრების შესახებ მოძღვრება. ახლად შვა ისინი ღვთის ცხოვრებაში და გახდა დასაბამი ცოცხალთა, ისევე როგორც ადამი გახდა დასაბამი მკვდართა. სწორედ ამიტომ ლუკამაც და ესეც უაღრესად საყურადღებო დაკვირვება, ლუკა მახარებელთან მოგეხსენება შთამომავლობითი ხაზი ზემოდან ქვემოთ კი არა, ქვემოდან ზემოთაა წარმოდგენილი, რომ სწორედ ეს უკუშემობრუნება კაცობრიობის ისტორიაში და იმ დასაბამიერ მდგომარეობამდე ადამი და ევამდე მისვლა და იმ დასაბამიერი კვანძის გახსნა ამით მოასწავოს. შესაბამისად ირინეუსი აღნიშნავს, სწორედ ამიტომ ლუკამაც შთამომავლობითი დასაბამი უფლისგან დაიწყო და ადამამდე ავიდა, რითაც ცხადყო, რომ არათუ მათ შვეს იგი, არამედ ამან შვა ისინი ახლად ცხოვრების სახარებაში. ასევე ევამაც ურჩობის ნასკვის გამოხსნა მარიამის მორჩილების გზით მიიღო, ანუ რაც შეჰკრა ქალწულმა ევამ ურწმუნოებით, ის ქალწულმა მარიამმა გამოიხსნა სარწმუნოებით. ფიქრობთ, რომ ეს უაღრესად შთამბეჭდავი ციტატა ბევრს დააფიქრებს, ბევრისთვის გახდება იმდანაც შთამბეჭდავი, რომ ალბათ ირინეუსის სხვა სწავლებათა სხვა სიტყვათა წაკითხვის დაუძლებელ სურვილს აღუძრავს. ჩვენ დროებით აქ შევჩერდებით და შემდგომ საუბარშიც, რა თქმა უნდა, სხვა თემებზე ირინეუსის ღვთისმეტყველებისა ასევე შეძლების დაგვარი კონკრეტულობით გავამახვილებთ ყურადღებას, გმადლობთ ყურადღებისათვის.